ახოთ რა მოყვება ამ ეპიზოდს მორჩილაძე ჩაუშვა ბურთის საჯარიმოში ჩიქოვანი წაიქცა დამატება დარტყმა და გურგენიძე აი პირველი მომენტი რომელსაც რომელიმე გუნდი ქმნის პირველი სახიფათო მომენტი და ამ დარტყმის შემდეგ ახერხებს ლაშა გურგენიძე ბურთის მოგერიებას ჩაწოდება ამჯერად ხიფათი შეიქმნა და კუთხური იქნება ძებნიაურმა გადააგდო ბურთი როგორც ჩანს ჩაწოდების მცდელობა რბილი ჩაწოდება ჩიქოვანი და აი კვლავ სახიფათო მომენტი ეს უკვე მეორე სახიფათო მომენტი იყო რომელიც დინამოს ჰქონდა გამორჩეულად სახიფათო კანკავამ ჩაუშვა ბურთის საჯარიმოში დატოვეს იგი დინამოელებმა ნინუა დარტყმა და 1-0 გაიხსნა ანგარიში პირველ დამატებულ წუთზე და ბოლო წამებზე პრაქტიკულად პირველი ტაიმისა ამ შეხვედრაში დინამო თბილისი გადის წინ მათი გახარებული გულშემატკივარი დამწუხრებული გურგენიძე მისმა გუნდმა გოლი გაუშვა ერთი კარგი სეივი ჰქონდა გურგენიძეს შეძლო გუნდის გადარჩენა მაგრამ აქ უკვე აღარ გამოვიდა ვაწაძის კიდევ ერთი ეპიზოდი გვილია და 0-2 ვაკო გვილია რომელიც ძალიან აქტიური იყო მთელი მატჩის განმავლობაში და მოახერხა კიდეც გოლის გატანა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გააქვს ვაკო გვილიას 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებში არაერთი შეხვედრა არაერთი ისტორიული და დასამახსოვრებელი მატჩი ვაკო გვილიას აქტივში რომელშიც ამ ხელა კარიერის შემდეგ ის საერთოდ პირველ სეზონს ატარებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყოველთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყო ახლა პირველი სეზონია და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გააქვს გოლი ჩაწოდება საჯარიმოში არის ხიფათი სიკაჩი მოიგერია ეს ბურთი შემდეგ ძებნიაური გრძელდება თამაში რბილი პასი საჯარიმოში დარტყმა და 1-2 მოახერხა საგარეჯოს გარეჯმა ანგარიშის შემცირება აქ რა ხდება სიკაჩს ცდილობენ რომ გამოართვან ბურთი გარეჯის ფეხბურთელებმა საჯი ჩაერთვება საქმეში მაგრამ ფაქტია რომ გოლი გავიდა და გაიტანა იგი საგარეჯოს გარეჯმა მოსაშვილი იმედია დამშვიდებიან ფეხბურთელები და აქ ამ ეპიზოდს არ მოყვება დაძაბულობა ტემპერატურა მაღალია სათამაშო ფეხბურთელებიც რა თქმა უნდა დაძაბულები არიან და ატრიალება საჯარიმოსკენ პირდაპირ კარისკენ წავიდა ბურთი და როგორი მომენტი ვერ გამოიყენა საგარეჯოს გარეჯმა აქ შეიძლება შეტევაში არ იმას დაფიქსირდა თუმცა შანსი ჰქონდათ საგარეჯოელებს სალიაზე ეს გადაცემა გავიდა დარჩა 7-იანი ბურთთან აქეთ რამდენიმე ვარიანტია თავად დაარტყა და ძელს მოარტყა ბურთი ლომინაძეს და მორჩილაძეზე პასის ვარიანტი არსებობდა თუმცა თავად გადაწყვიტა დარტყმა და ასრულდა იგი ძელს მორტყმული ბურთით შემდეგ კანკავა ჩაუშვა ბურთის საჯარიმოში ლომინაძე შეუძლია შორიდან კარგად დარტყმა პასის გაკეთებას აპირებდა საბოლოოდ არ გავიდა ეს გადაცემა ცეცხლაძე დაატრიალა მეტოქის კარისაკენ, მეტოქის საჯარიმოსაკენ უფრო სწორედ გამოტანილია დარტყმა სიკაჩი. ბედოშულს გაქონდა მორიგი ლამაზი გოლი, თუმცა სტეფან სიკაჩი იგერიებს ამ ბურთს და ანგარიში კვლავ 1-2-ია. ვეკუა კარგი ჩანაფიქრი, ისევ სიკაჩი ხდება გმირი. თუ დინამო თბილისი ამ შეხვედრას მოიგებს, სტეფან სიკაჩი იქნება მატჩის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელი ვაკო გვილიასთან ერთად. დინამო თბილისის შეტევაში დაატრიალდა და მარცხნივ უფრო მეტი სივრცე იპოვა, გააკეთა პასი სალიას მიმართულებით, სალია საჯარიმოს გარეთ დარტყმა ზუსტია, თუმცა პირდაპირ ხელებში იჭერს ბურთს გარეჯის მეკარე ლაშა გურგენიძე.